სასამართლო პროცესი უშიშროების სუსად წოდებული სტრუქტურის ხელმძღვანელთან დაკავშირებით, რომელიც დააპატიმრეს და ამხილეს ყველა მიწიერ და არამიწიერ ცოდვაში, თუმცა მანამდე ის იყო რეჟიმის ბურჟი, იმედი და ქების ობიექტი ხოცური სამყაროდან. ეს შეიძლება არც იყოს გასაკვირი, რადგან ჩვენ თუ გადავხედავთ პერიოდიკას, საბჭოთა პერიოდის 20-იან, 30-იან, 40-50-იან წლებშიც კიდევ დავინახავთ, რომ სამართალდამცავი, ანუ სადამსჯელო სტრუქტურათა სპეცსამსახურის ხელმძღვანელები იყვნენ საყოველთაო მოფერების და დიდების ობიექტები და სუბიექტები. ასე იყო ძერჟინსკი, მენჟინსკი, შემდგომ იაგოდა, ეჟოვი, კრუგლოვი, აბაკუმოვი, ლავრენტი ბერია, ყველას ეკავა ასე თქვათ ოქროს ტახტი კონკრეტულ ეპოქაში და როდესაც შეირღეოდა ეს სავარძელი და მას ტყიას დააჭედებდნენ შუბლში, ყველა ისინი დახვრიტილი იქა, ვით ჩამოგიტოლეთ გარდა ძერჟინსკისა, რომელიც პროფესიული მორფინისტი იყო, მაშინაც ყოფილა მეგობრები, ჯერ კიდევ კოლონიებში მიეჩვია და როგორც ჩანს, ჯანმრთელობამ უმტყუნან ზედოზირება მოუვიდა, უცბად გარდაიცვალა. ვერ მოასწრეს მისი დახვრეტა. ანუ რეჟიმისთვის, რომელიც იწოდება დიქტატურად, ტოტალიტარიზმად, მანიაკალიზმად, მე ასე ვიტყოდი. შოულებრივი ამბავია, რომ წაახალისებს სადამსჯელო სპეცსამსახურის ხელმძღვანელებს, უფრო მეტი და მეტი შავი საქმე აკეთონ, გააქეზებს, შეაქებს, აავსებს ოქრო ვერცხლით იმისათვის, რომ მერე დაკლას. ამ სიტუაციაშიც ეს შოულებრივი პროცესი განვითარდა ვანელი ლილუაშვილის თავს. ისე ვანიდან რომ გალაქტიონები და ტიციანები ჩამოდიოდნენ, გვირჩევნია ვიდრე სპეცსამსახურის ხელმძღვანელები, რომლებიც ასე შეარწმუნენ თავის თავსაც, ოჯახსაც და აი ამ უსაყვარლეს რაიონსაც, სადაც უნიჭერესი და ულამაზესი ხალხი ცხოვრობს. თუ რას ვიზავთ, ჩვენზე არ არის დამოკიდებული, ყველას თავისი ბედისწერა აქვს, მე სრულებით არ მიხარი ახლა ადამიანების დაჭერა, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც ადამიანი თავის განაჩენს თვითონ წერს. აი ამ რეჟიმის ყველა წარმომადგენელი საკუთარ ვერდიქტს თვითონ აფორმებს, ხელს აწერს და ამ ყველაფერს ახორციელებს ფულის, ვერცხლის სიყვარულით და ამ დროს წაშლილი აქვს ყველანაირი გრძნობა, ადამიანური, ეროვნული, პატრიოტული, პოლიტიკური, თუმცა ესე შეიძლება არც ქონიათ, მაგრამ ამ შემთხვევაში არ მინდა ძალიან შორს წავიდე ღრმა ანალიზით, თქვენ ჩემზე კარგად იცით რა ხდება საქართველოში და რამ გამოიწვია ეს ყველაფერი. კონკრეტულ ნიუანსზე მინდა გავამახვილოთ თქვენი ყურადღება, რომელიც უკვე რეჟიმმა განაცხადა როგორც პროცესუალურად დამდგარი მტკიცებულება და შედეგი. გენერალურმა პროკურორმა და შემდგომ რეჟიმის სხვა ლევიტანებმა და პროპაგანდისტებმა და გებელსებმა თუ ვინც არიან და იმ დონემდე რო იყვნენ მისული კიდე რა აუჭიდათ მათაც და ჩვენც twinიც არა აქვს და დაწერილი საკითხვაც არ შეუძლიათ სწორად თუ თითი არ მიაყოლეს ან ორ წინადადებაში ხუთი შეცდომა არ დაუჭირს. ნუ კარგი ამასაც დავანებოთ. აი ახლა გაიშიფრა ის სქემა, რის თაობაზეც მე მოგითხრობდით და შეიძლება ბევრს არ შეეროდა, რომ საპარლამენტო არჩევნების წინ ერთი წლის უკან გაფორმდა შეთქმულება ივანიშვილის რეჟიმსა და ეგრეთ წოდებული ოპოზიციას, ანუ 4 პროევროპულ პარტიას შორის და მათთან აფილირებულ ტელევიზიებთან იმის თაობაზე, რომ ძალაუფლებას გაიყოფდნენ ლამაზად ყოფდათ და რაც მთავარია მოტეხავდნენ აქედან ლეიბორისტულ პარტიას. დაკეტავდნენ ტელევიზიებში და არ გააჭაჭანებდნენ პოლიტიკურ ცის კაბადონზე. ასე ეგონათ, მაგრამ ახლა ვინ არის გაჭაჭანებული და გამოჭაჭანებული, ამას კარგად ხედავთ.
ამაში დაიდო ძალიან დიდი ფული ამ გარიგებაში, ახლა მარტო ლეიბორისტული პარტიის წინამდე არა, აი მაგ ოპოზიციური ტელევიზიების დასაფინანსებლად სახარჩეენ ბატონი ამ პარტიების დასაფინანსებლად ეგრეთ წოდებული პროევროპული პარტიებიც, ანუ ვარამია, გახარია, ნაცები და ვარამია, გახარია, ნაცები და დამოიწმო, ნუ პოლიტიკოსი რო არ არის, უკვე სტრუქტურა გამოარდა. ხაზარაძის ეგრეთ წოდებული პარტია. აი ამათ მიმართ დაწესდა პრეფერენციები, ფულადი ძალიან დიდი ჯილდოები, ანუ პირდაპირ ვთქვათ, მისცეს დიდი ფული, ეს ათეულობით მილიონ დოლარზეა საუბარი. ეხლა თქვენ ალბათ ყველას კარგად გახსოვს, მიმიქარავს ტრამპის საარჩევნო შეხვედრები ამერიკაში, საწყლად იდგა იმაზე, რა თქვა, არ დამოიწდება წინ საფარი ეკეთა და ყიდიდა იმას, რა თქვა, მაკდონალდსის იმებს ურიგებდა. ბურგერებს, მყიდველებს, ნუ პიარია ეს თქვენური, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში ასეთი გაფორმებული და ხელოვნური მთვარე რუსთავის შესანიშნავი საღამო შუქზე და აი ხალხი გავსებული, რა თქმა უნდა, მოყანილი ფული. და გამოჩნდება ვარამიას დაუვიწყარი ფიგურა გაზეპირებული ტექსტით, რომელიც მოგიწოდებს ახალი გამარჯვებებისაკენ. ეს მარტო თვითონ ასეთი ღონისძიება 100,000 დოლარი ის. ჯერ მარტო ტრიბუნების დაქირავება, განათება, ის ხალხის მოყვანა, ქირაობა, სტადიონის ტური, თეატრის წარმოუდგენელი ხარჯებთან გადაჭრება. მილიონებს გავიდა იძინა ივანიშვილი იმისათვის, რომ შეეკოძებინა კვლავ საპარლამენტო ბირთვი, როგორც გააკეთა 2020 წელს, როცა მანჩადურიდან გამოიძახა და შეყარა ეს პარტიები შიგნით და თავი მაშინ მართლა გადაიქინა ეფექტურად, იგივეს გამოურება მოინდომა ახლაც და ამ თელი სქემის უზრუნველყოფა და გარანტიები თავის თავზე აიღო ამ ლილუაშვილმა სუსის უფროსმა. და ამასთან აღნიშნავ, რომ ყველაფერი რაც ხდებოდა ივანიშვილის ეპოქაში, თუ ამას ეპოქა შეიძლება ეწოდოს ჟამიანობის დროს, ასე ყველა ისტორიაში ჟამიანობა ივანიშვილის. ყველაფერი ეს არჩევნები, ბიზნესის კონტროლი, რეკეტი, მილიარდების კეთება, კურდობა, ძარცვა, ძალადობა, ყველა ეს ფუნქცია და ამის ორგანიზება დაკისრებული აქვს სულს სახელმწიფო უშიშროების სამსახურს. ეს არის ტერორისტული ორგანიზაცია, მეგობრებო, და ჩვენ ახლა ყველა ზომას მივიღებთ იმისათვის, რომ კოცებთან ერთად ეს ორგანიზაციაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შეიყვანოს ტერორისტულ ორგანიზაციათა ჩამონათვაში. იქ მე ვიცი დარჩენ პატრიოტი ხალხი სულსში და უშიშროებაში პროფესიონალები დროზე გამოეცალეთ მათ კრიმინალიტეტს მეგობრებო. დროზე გამოეცალეთ. ხოდა ეს მთელი ეს ტელევიზიები ოპოზიციური, ეს ოპოზიციური პარტიები და ლიდერ ბელადები, მოკლედ მიეყიდნენ იძინა ივანიშვილს ქვეყნის და მასთან ერთად ლეიბორისტული პარტიის გაყიდვის სანაცვლოდ გაითამაშეს ეს არჩევნებად წოდებული სპექტაკლი. მე რა თქმა უნდა ვერ შეთანხმდნენ ძალაუფლების გაყოფაზე, ვერ გახდა ის მილიონების გრინტანი გილაური პრემიერ-მინისტრი, ვერ შეუსრულეს ეგ მოლაპარაკების აღნიშნული პუნქტი. კიდევ ვერ გააყვანეს უმრავლესობა მცირე რაოდენობით, რომ ვითომ ოპოზიციური მთავრობა დაეკონტაქტებინათ. ამის გამო არ შევიდნენ პარლამენტში. შედეგად, ახლა ამ ჭორვილიჩისათვის, პუტინიჩისათვის უბრალოდ მთავარი ფულია. თუ მაგამ ფული ვინმეს მისცა, ამ ბოლომდე დაიმონებს, ამ ბოლომდე ამოაშხამებს და ამოასხმენებს. ამას ხედავთ. თავის თანამებრძოლებზეც ხედავთ ამას, ის ბაჩიაშვილები და ღარიბაშვილები და ისინი ამის დაზრდილები, ამის მარჯვენა და მარცხენა ხელები იყვნენ. რა გაუკეთა, ხო? იგივე გაუკეთა ხოლმე ლილუაში. და საერთოდ თუ ვინმეზე ფული აქვს მიცემული, იმეორებს სულ სამოხდს, სულ. აი ჩვენი ბედნიერება ეს არის, რომ ჩვენს არაფერი არ მოუწია, არასოდეს, არც მოგიტყოვია. და შესაბამისად, ამიტომ არიან დაჭერილი ოპოზიციური კოლეგა მეგობრები ციხეში, რომ იმ ფულის ამბავს გადაყვნენ და სიძულწეს და სიხარდეს. აი მაგიტომ მოათავსა ციხეში. ძირითადად. უმთავრესი ფაქტორი ეს. და როდემდე უნდა
ვერ ვისწავლოთ თქვა საკუთარი გამოცდილების საფუძველზეც კი. აი მეთქე რა შურო არის ჯარისკაცი მამაში ერთხელ დაიჭირა ბიჭი, ორჯერ დაიჭირა ბიჭი, სამჯერ დაიჭირა ბიჭი, აღარ აკმარა რომ ამდენი შეცდომები ერთმანეთზე უარესი და პროგრესული კოეფიციენტით ზევით მზარდი დაუშვათ და არა მარტო ჩვენ გავხდეთ ამის მსხვერპლი, თუმცა ქვეყანა ვაქციოთ მსხვერპლად. აი ეს შესანიშნავი ახალგაზრდობა რომლებიც დღეს ზოგ ქუჩაშია, ზოგი ციხეშია, დღეს სასამართლოები გამომართეს კიდე გამოიძახეს 30 დეკემბერს. აი ეს ახალგაზრდობა რატო უნდა გავწუდოთ? რატო უნდა შევაჩეროთ ქვეყნის ისტორია, იმიტომ რომ ჩვენ გვინდა რაღაცა მოგვიტანოს ნაძირალა ჩხარტიშვილმა, ანუ გადმოგვიგდოს იმისათვის რომ ეს ქვეყანა ამ ტყვეობაში დარჩეს, გილაურმა მოიტანოს მილიონები ივანიშვილისგან გამოტანილი და ლილუაშვილის გარანტიებით და მისი კოლ-ცენტრებიდან შეგროვილი მილიონები ასევე მთელი ევროპის პენსიონერთა მოტყუების ცენტრებია კოლ-ცენტრები, ხო ვიცით ამბობ. რისთვის გვინდა ასეთი წარმატება, ან ასეთი წინსვლა, ან ასეთი არჩევნები და როგორ შეიძლება იყოს ბედნიერი შენ მარტო, თუნდაც შენი პარტიით და შენი ოჯახით, როდესაც აი ამდენი ვაება და ამდენი უბედურებაა ქვეყანაში